მინდა უპასუხო კომენტარში დაწერილ შეკითხვას. მამაო, რატომ ხართ ამ მთავრობის წინააღმდეგი? მინდა ყველას განვმარტო, რომ მე წინააღმდეგი ვარ კაზინოებით, ქვეყნის ძარცვის, ღამის კლუბებით და სხვადასხვა გარყვნილების ბუნაგებით, ახალგაზრდობის გარყვნით, ნარკოტიკებით, ქართველი ერისადმი გენოციდის მოწყობით და ამდენი მიგრანტის ქვეყანაში შემოშვებით, რაც პრაქტიკულად არის მკვდომის პროცესში მყოფი ქვეყნისადმი საკონტროლო გასტროლის შესრულების. რაც ჩამოთვალე, ამის წინააღმდეგი ვარ და კიდე არის სხვა პრობლემები. და ხელისუფლება ან თვითონ აკეთებს ხელმძღვანელობს ამ პრობლემებს, რაც ჩამოთვალე ფულის კეთების მიზნით, ან დალაგებულია კრიმინალურ ოჯახებთან, რომელთა ხელში არის ეგრეთ წოდებული ბიზნესები, რაც ახლა ზევით პრობლემები ჩამოთვალე. არაფერი პირადული, ჩემო კარგო, თუკი ხელისუფლება რაც ჩამოთვალე, რაც მე მაწუხებს შეცვლის, არანაირი პირადული მე მის მიმართ არ მაქვს. ახლა მე მინდა თქვენ შეგეკითხოთ. ჩემს მიერ ზემოთ ჩამოთვლილი სხვადასხვა უბედურებების მომხრე რატომ ხართ თვითონ თქვენ? და თუ არა ხართ ყველაფერი ამ უბედურების მომხრე და მაინც ოცნებას მხარდამჭერი ხართ. IQ-ს შესახებ რამე თუ გაგიგონიათ, ღმერთმა მიმადლოს ქართველ ერს სახელმწიფოებრივი აზროვნების უნარი. ღმერთმა შეაყვაროს ქართველს საქართველო.